რუსთაველის თეატრში მე-6 საერთაშორისო ფესტივალის ღამის სერენადების დასკვნითი კონცერტი გაიმართა. სპეციალურად გუშინდელ საღამოზე მონაწილეობის მისაღებად ქართულ მევიოლინე ლიანა ისაკაძესთან ერთად ჩამოვიდნენ საყვირის კარუზოდ აღიარებული სერგეი ნაკარიაკოვი, ფლეიტისტი ისრაელიდან იოსი ანჰეიმი, რუსი ვიოლონჩელისტი ალექსანდრ კნიაზევი და ამერიკიდან პიანისტი სერგეი ბაბაიანი, მსოფლიო კამერულ ორკესტრის ვირტუოზები, ცნობილი ლიტველი დირიჟორი გინტარას რინკევიჩუსი დირიჟორობდა. კონცერტზე შესრულდა მოცარტის, მენდელსონისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებები. ფესტივალი საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით ჩატარდა. ძალიან მიხარია ის, რომ ქალბატონ ლიანა და კულტურის პალატა ჩვენ მოწოდებას შეუერთდა და გაიზიარა ჩვენი მოწოდება და შეუერთდა სოლიდარობის ფონდს. მთლიანად ერთი დღე დათმობილი იყო სოლიდარობის ფონდისთვის, მიძღვნილი იყო ბათუმში. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მათ კიდევ ერთხელ და მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ამ ფესტივალის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და ისევ რა თქმა უნდა ქალბატონ ლიანას პირველ რიგში. თბილისში დაიხურა რიგით მე-6 საერთაშორისო ფესტივალი. ჩვენ მაყურებელს დავემშვიდობეთ მომავალ წლამდე. მომავალ წელს ფესტივალი ჩატარდება საერთოდ სხვა ფორმატში. ჩვენ ქალბატონ ლიანასთან გქონდა უკვე საუბარი, რომ საერთოდ განსხვავებული იქნება და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაარჩინა ფესტივალი, იმიტომ რომ ფესტივალი იყო ჩაშლის პირას.